ჩვენ შეგიძლიათ რეალურად თუ არ ვიქნებით გარკვეული პოლიტიკური ლიდერების მონები და თუ ვიქნებით ზოგად კაცობრიულთან ახლოს, ჩვენ ყველაფრის შეგვიძლია. რა დამოკიდებულებაა ეს, რაც ხდებოდა, გამოდის ხელისუფლება და ამბობს, ესე იგი, ევროპიდან ჩამოსულ მაღალი რანგის სტუმართან შეხვედრის შემდგომ, იმიტომ არა ვარ მე ამის მომხრე, რომ არაფერი ქვეყნის გარეთ არ უნდა გადასცეს. ყველაფერი უნდა იყოს ღია. თუ გვინდა რომ მე აღარ იყოს, მე ასე არ მithქვამს, მე ისე ვთქვი. გამოვიდა სტუმარი და ილაპარაკა ერთ რამაზე ამაზე შევთანხმდით და გამოვიდა ბატონი კობახიძე და თქვა ჩვენ არაფერზე ამაზე არ გვისაუბრიაო. ნუ რამ დროდემდე. მაშინ უხდებით ერთ-ერთი და უთხარით მოდით ღიად შევხვდეთ და დაელაპარაკეთ პირდაპირ. პრეზიდენტმა დააჯილდოვა ის ჟურნალისტები, რომლებიც თქვა მის სასარგებლოდ საუბრობენ, ესე იგი ხელისუფლება აჯილდოებს იმ პოლიციელებს, რომლებაც ძირელ მდგომარეობაში ჩააყენეს მომიტინგეები. ვის ეჯინებით? ეს რა, როგორ შეიძლება ასეთი ხელისუფლება ყავდეს ქვეყანას, ან ასეთი ხალხი, რომლებიც იბრძვიან, არა მარტო ეს ხელისუფლება, არამედ ისინი, ვინც იბრძვიან იმისა ხელისუფლებისთვის. ჩვენი ამოცანა არ არის რომელიმე წინააღმდეგ ბრძოლა. ჩვენი ამოცანა ამ ხალხს როგორმე გავაგებინოთ, როგორი სერიოზული პროგრამებია, თქვათ პრინციპები, როგორი უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლება, ყველაფერი ესენი ჩამოყალიბებულია, მეცნიერულად დადებულია პროგრამები, შევერთდეთ ხალხი ამ პროგრამებში, ამას არც ქუჩა, არც ყირილი, არც არაფერი არ ჭირდება. ამას შემდეგაც ხელისუფლებას უნდა არ უნდა ერთი წლის თავზე მას მოუწევს ადამიანური არჩევნების ჩატარება, თუ ეხლა არ ჩატარდება, ეხლა არჩევნები არც უნდა ჩატარდეს, იმიტომ რომ ამ კანონმდებლობით, ამ საარჩევნო სიებით, ყველაფერი იმით, რაც დღეს არის, ეს უფრო დაგვაცილებს ერთმანეთს და კატასტროფული იქნება. ჩვენ ვლაპარაკობთ ორ დოკუმენტ შორის ვარ ჩვენ. ეს არის ერთი დოკუმენტი, რომლითაც ესე იგი დაიწყო ყველაფერი, ამ დოკუმენტს დიდმა მომლიშვილებამ მოაწერეს ხელი. მისი მიღება გელათში მოხდა 15-20 წლის წინ. ბოლო დოკუმენტი რომელია შექმნილი პროგრამული ვებრძოლოთ მიზეზებს და არა შედეგებს, პრობლემა ვაქციოთ განვითარების შესაძლებლობად. მეცნიერთა კონგრესის ხედვა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და მოსაზრებები კრიზისის დაძლევის და მდგომარეობის სტაბილიზაციის მიზნით. რატომ არის დღეს განსაკუთრებულად ეროვნული მოძრაობის აუცილებლობა? უპირველესად ყოვლისა იმისა, რომ საქართველოს უნდა აქციონ ცივილიზაციათა ბრძოლის ცენტრად. არსებობს ერთი დასავლური და არსებობს მეორე, რომელთანაც დაკავშირებულია აზიური ნაწილი. ჩვენ ევროპა-აზიის გასაყარზე ვართ და პატივისცემით უნდა ვიყოთ ორთავეს მიმართ. მაგრამ გამოვიდა, რომ ჩვენ ასე იგი არ აღიარებს ძალიან ბევრ რამეს ამერიკა და ევროპა და ყველაფერს აღიარებენ ასე იგი აზიური ნაწილის სახელმწიფოები. ეს ჩვენთვის ძალიან მძიმე დარტყმა და სერიოზული საფიქრალია. ამიტომ ლაპარაკი არის იმაზე, რომ ჩვენ ნეიტრალური და ვინმეს მხარე კი არ ვიყოთ, ჩვენ ვიყოთ საქართველოსთან. ქართული მხოლოდ ქართული გზა, ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს. ჩვენთვის დღეს აუცილებელი ეროვნული მოძრაობა არის იმიტომ, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, განსაკუთრებით 92 წლის შემდგომ, ყველა ხელისუფლება და არა მარტო ხელისუფლება, პოლიტიკოსების 99% იმართებოდნენ გარედან. ანუ ჩვენთან პარტიები და პოლიტიკოსები გარეთ ეძებდნენ პატრონებს და არა მეგობრებს. ჩვენი პრინციპია ეროვნული მოძრაობა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ქვეყნის გარეთ უნდა ვეძებოთ მეგობრები და არა პატრონები. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რატომ არის ეროვნული მოძრაობა, იმიტომ არის, რომ დღეს ხელისუფლებაში მოვიდნენ პრაქტიკულად ოლიგარქები. ყველა პოლიტიკური პარტიის სათავეში ოლიგარქია. ფულის უფლების ქვეყნად ჩამოუყალიბდით. ფული 99%-ზე უფრო მეც ფული აქვს ნაშოვნი სხვასა გაღლეტვით. ყველაფერ ამას გააჩერებს ეროვნული მოძრაობა. ეს არ შეიძლება საქართველოს იქცეს ცივილიზაციათა ბრძოლის ცენტრად. ხელისუფლება შეიძლება ისეთ დათმობებზე წავიდეს, რომ გახდეს ურთიერთობა ევროპა-ამერიკასთან ყველაზე საშიში შეიძლება ეს იყოს. ყველაზე საშიში. ჩვენ თუ ღია პოლიტიკა არ გვექნება და თუ ესევე გაგრძელდება დახურული პოლიტიკა, ჩვენ შეიძლება ყველაფერი დავკარგოთ. ასე ჩუმად მოეწერა ჩინეთთან ხელი დოკუმენტს, რომელიც ქართულის
ნატამალი არა აქვს დოკუმენტს, ქართულის ნატამალი არა აქვს. მზად ვარ, აი რომ ამბობს ბატონი პრემიერ-მინისტრი საგამათოდო მეცნიერთა კონგრესი საგნობრივ კამათს ეკითხებთ, ხელშეკრულება ორჯერ ჩადით თქვენ, ხელშეკრულება გაფორმებული ჩინეთთან. აი განვიხილოთ მხოლოდ ეს ხელშეკრულება. და მეორე რისთვისაც გავაზობთ კამათს. გამოიტანეთ ის დოკუმენტები, რომელიც გააგზავნეთ ევროკავშირში და უთხარეთ ჩვენ მზად ვართ. კითხენ ხო გამოგიგზავნათ ევროკავშირმა? და გითხრათ თქვენ გინდათ ევროკავშირი? თქვენ უთხარით გვინდა, მაშინ იმათ გითხრეს, რომ გაეცით პასუხი ამ კითხვებს. რა პასუხები გაეცით თქვენ, გამოიტანეთ ეს დოკუმენტები და ვიკამათოთ ამაზე. ჩვენი პოზიცია კატეგორიულია. ჩვენ ვდგებით ერთად, როგორც რიგითი ჯარისკაცები, ხაზს ვსვამ, როგორც რიგითი ჯარისკაცები. გენერლები არ ჭირდება ამ საქმეს. ამას ჭირდება რიგითი ჯარისკაცები. ვდგებით ერთად, როგორც რიგითი ჯარისკაცები, ის ადამიანები, რომლებსაც მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში მართვის სისტემაა შესაძლებელი. რომლებიც ვთვლით, რომ არც ოცნების წინააღმდეგ ბრძოლას აქვს აზრი და არც ამ ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლას აქვს აზრი. აზრი აქვს ბრძოლა საქართველოსთვის და საქართველოსთვის ბრძოლა თავისთავად ნიშნავს ამ ორთავე ერთმანეთთან დაპირისპირებული ძალის თავის ადგილებზე დასმას, როგორც იტყვიან, ამას ხალხი გააკეთებს თვითონ. ეს რთულია, ეს ძნელია. ჩვენ ამიტომ ავირჩიეთ სხვა გზა. ყველაზე ადვილი ერთ მხარეს დადგე. ჩვენ გვეუბნებიან იმას, რომ თქვენ იყავით ნეიტრალური, ჩვენ ვერ ვიქნებით ნეიტრალური. ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ ჩვენ ვამბობთ ნეიტრალური კი არ ვარ, სხვა გზას ვირჩევთ. ეს სხვა გზა არის მეცნიერება, მეცნიერული პროგრამები, მეცნიერული პროგრამებში ხალხი შეერთება და ხალხთან ერთად ასე ბრძოლა საქართველოსთვის. ესაა ჩვენი გზა. ჩვენი გზა არის ინტელექტუალური რევოლუცია. ჩვენი გზა არ არის ქუჩა. ჩვენი გზა არ არის ძალა, ძალემობრეობა. ჩვენი გზა არ არის ის, რომ ხო გაქვთ მშვიდობა. ჩვენი გზა არის თავისუფალი ადამიანი. ჩვენი გზა არის თავისუფალი საზოგადოება. ის საზოგადოება, რომელსაც გაცნობიერებული აქვს თავის პასუხისმგებლობა. ესაა ეროვნული. ესაა დღეს თანამედროვე ეროვნული, ამას ქვია ეს ეროვნულ მოძრაობას 4 საყრდენი აქვს. დიდი ფილოსოფიური მემკვიდრეობა, შეიძლება მას უწოდოთ იოანე პეტრიძის, დიდი ეკონომიკური მემკვიდრეობა, ნიკო ნიკოლაძის, შეიძლება ასეა ეს ჩამოყალიბებული ჩვენს დოკუმენტებში. ეს არის ესე იგი დიდი თეორია, განწყობის თეორია და ეს მემკვიდრეობა მეცნიერული დიმიტრი უზნაძის და ეს არის ილია ჭავჭავაძის ეროვნული მემკვიდრეობა. ვამბობ იმას, რომ რა პრინციპებს ეყრდნობა და რატომ არის დღეს აუცილებელი ეროვნული მოძრაობა. ეროვნული გუნდი არ იქნება დაპირისპირებული არავისთან გარეთ. ეროვნული გუნდის მთავარი მიზანი იქნება ქართული ინტერესი ჩადებული ეროვნულ სახელმწიფოებრივ დოქტრინაში და ქართული საქართველოს პრინციპი იქნება. საქართველოს არ უნდა იყოს სხვა ქვეყნების ინტერესთა დაჯახების ადგილი. ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს ქართულ ინტერესზე. სხვა ქვეყნების, მით უფრო დიდი ქვეყნების ინტერესთა ზრდების ადგილი. უგუშაგოთ საქართველოს, უგუშაგოთ, ეს დიდი ეროვნული მოძრაობის გამოთქმა იყო. მეცნიერთა კონგრესის 17 დეკემბრის გაფართოებულმა სხდომას ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან პირდაპირ თქვა ულტრალიბერალური და ულტრაპატრიოტული პოლიტიკური ძალების მიერ შექმნილი უმძიმესი კრიზისიდან, რომლის მიზანია საქართველოს იქცეს ცივილიზაციათა ბრძოლის ცენტრად, ყველაფერი აქედან გამომდინარე ერთი მხრივ დაადასტურა. მეორე მხრივ და რაც მთავარია, მოქმედების საფუძვლად აქცია ქართული ერთობის დარბაზისა და მეცნიერთა კონგრესის გადაწყვეტილება ეროვნული იდეალების დაცვის მიზნით ფართომასშტაბიანი ეროვნული მოძრაობის განახლების აუცილებლობის თაობაზე, რისთვისაც მთავარ მიმართულებებად გამოიკვეთა დაპირისპირების დასრულება, ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლიდან ერთმანეთისთვის ბრძოლაზე გადასვლა. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ერთმანეთისთვის. ქართველი არის ის, რომელიც იბრძვის მეორე ქართველისთვის. მამულიშვილი არის ის, რომელიც იბრძვის მეორე მამულიშვილისთვის. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ეროვნების წარმომადგენელი იქნება ეს. საქართველოში ქართველია გადასარჩენი. საქართველოში საქართველოა გადასარჩენი. აფხაზში აფხაზია გადასარჩენი. ოში ოსია გადასარჩენი. აი ამ მდგომარეობამდე მიგვიყვანა ჩვენ ამ პარტიულმა და პოლიტიკურმა ბრძოლამ
და ამ დაპირისპირებამ, რომელიც აქამდე იყო. ამიტომ ჩვენი ეროვნული მოძრაობა პირველ რიგში ეს ებრძვის დაპირისპირებას და ამბობს, რომ ჩვენ დაპირისპირებიდან უნდა გადავიდეთ კონკურენტულ პრინციპებზე. ახალი ეკონომიკა და მომავლის ეკონომიკა არის კონკურენცია. ხელისუფლებას ნორმალურ ქვეყანაში აქვს ორადორი ფუნქცია. პირველი, ქვეყანაში შექმნას კონკურენტული გარემო და მეორე, ადამიანი იყოს დაცული. კონკურენტული გარემო ვერ იქნება იმ ქვეყანაში, სადაც არის კორუფცია, სადაც არის ნეპოტიზმი. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ საქართველოს არ უცხორია კორუფციისა და ნეპოტიზმის გარეშე. ამიტომ ჩვენ არ ვიცით გემო იმის, რასაც ქვია სწორედ ის დემოკრატიული ქვეყანა. და მეორე, დაცული ადამიანი. დიდარი დიდდება, ღარიბი ღარიბდება. სადაა დაცული ადამიანი? ქვეყანა არის ის, სადაც ხელისუფლება არის მსახური. და მეპატრონე ქვეყნის არის ხალხი და ხალხი ცხოვრობს უკეთესად და მოქმედებს პრინციპი. გავამდიდროთ ხალხი და გავმდიდრდეთ ჩვენც პოლიტიკოსები. აქ როგორ არის? გავაღატაკოთ ხალხი და გავმდიდრდეთ პოლიტიკოსები. როგორ შეიძლება ქვეყანა წავიდეს ასე? დაპირისპირება უნდა დავასრულოთ ამ ქვეყანაში. ქვეყანა კრიზისში იყო ძირითადში მაშინ, როდესაც ქვეყნის შიგნით იყო დაპირისპირება. როცა ქვეყნის შიგნითაა დაპირისპირება, გარეთ ძალები ეძებენ თავის გუნდებს. ერთი ერთს, მეორე მეორეს აფინანსებენ და შიგნით მიდის ნეწვა ერთმანეთის. როდესაც ჩვენ შიგნით ერთმნივარ, ერთად ვარ, ვერავინ ვერ გვიბედავს, გარედან ვეკიდებიან ისე, როგორც წესი და რიგია. თქვენ ვინ ხართ? რა არის ლაპარაკობთ? ერთმანეთთან ქართველებს არ შეგვიძლია დალაპარაკება და უცხოელებმა უნდა დაგვალაპარაკონ. ჩვენ სწორედ ეროვნული მოძრაობა არის ის მოძრაობა, რომელიც გარეთ ძალებში კი არ ხედავს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გადაწყვეტის გზებს, არამედ ქვეყნის შიგნით და ხედავს დიალოგში. მნიშვნელოვანი პუნქტი. ეროვნული მოძრაობის საფუძვლად 8 თებერვალს დავითობას გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კადრებში მიღებული ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინის მიჩნევა და მეცნიერთა კონგრესის კონცეფცია ეროვნული თანხმობის პარლამენტის თაობაზე. აი ამ დოკუმენტზეა საუბარი. ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ეროვნული მოძრაობის საყრდენი საფუძველი უნდა იყოს სწორედ ეს დოკუმენტები. დოკუმენტში მეცნიერთა კონგრესის კრიტერიუმებით ხალხის მიერ თანამემამულეთა ნდობის ერთობის აი ესეთი დარბაზის შექმნაზე. სახელმწიფო კაცების საკრებულოს გამოთქმა ილია ჭავჭავაძეს ეკუთვნის, იდეა, რომ დღეს ამის შექმნის აუცილებლობა ეკუთვნის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, გამოიპეთა კონკრეტული ვადებიც. იანვრის ბოლომდე თანამემამულეთა ნდობის ერთობის შექმნა და 200 კაციანი სიის გამოქვეყნება, თებერვლის დასაწყისში ამ გუნდის შეკრება და საბურავოში ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინის განხილვის დაწყება და მამოიშვილთა ერთობის მთავარ მემართულებად ერის მამის მიერ გელათში ნათქვამი წარმოთქმული სიტყვის ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბრალავად და დაუმონებლად გამოცხადება და ამის საფუძველზე ეროვნული ერთობის მიმართვის გაკეთება. სწორედ ილია ჭავჭავაძის ეზო გარემოდან საბურავიდან გაკეთდება დიდი ეროვნული მიმართვა. ჩვენ 8 თებერვალს ვამბობთ, რომ ვიკრიბებით ყველანი გელათში ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინის სარეფერენდუმო ტექსტად ვამზადებთ და ეროვნული მოძრაობის მთავარი პრინციპების გაცხადება მოხდება. 2025 წლის 31 მარტს, სწორედ იმ დღეს, როცა 33 წლის წინ საერთო სახალხო რეფერენდუმზე სრულიად საქართველოს პირველი მრავალპარტიული ეროვნული პარლამენტისა და ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ გამოიტანა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხი, გამოტანილი იქნას ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა, რომელმაც ასევე უნდა შეკრას ერთ ეროვნულ სხეულად მთელი საქართველოს, როგორც ეს მოხდა 1991 წლის 31 მარტს. 2025 წლის 9 აპრილს უნდა გამოცხადდეს რეფერენდუმის შედეგები და ხალხის მეცნიერების მიერ შემუშავებული საარჩევნო სისტემით უნდა გამოცხადდეს გადაწყვეტილება 2025 წლის ოქტომბერში არჩევნების ჩატარების თაობაზე, რომელმაც ახალ პრინციპებზე დაყრდნობით უნდა აირჩიოს ეროვნული თანხმობის პარლამენტი. საქართველოს სულიერი მისია. გაიმართება ეს კონფერენცია 26 მაისს დაიწყება და განხილვა დაიწყება მე ამ პრინციპების, სადაც რკინის ჯვარი აღიმართა პირველი საუკუნის 30-იან წლებში, სწორედ აი ამ ადგილზე დასრულდეს და მიღებული იქნას შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც აი ჩვენ უწოდებთ საქართველოს სულიერი მისია. ქართული მხოლოდ ქართული გზა, ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს. ქვეყანა არასდროს ყოფილა ჩაკეტილი. ჩვენ ცივილიზაციის სათავეებთან ვიყავით, ცივილიზაციის მწვერვალებზე ვიდექით მუდმივად და ჩვენ ამ მწვერვალიდან ვერავინ ვერ გადმოგვაგდებს. ეს აი ამიტომ ესაა საქართველოს სულიერი მისია.
აი სწორედ ჩვენ ქვეყნის გარეთ მეგობრები უნდა ვეძებოთ და არა პატრონები. ჩვენ ქართული ეროვნული ხელისუფლება ცოტა სუსტი ჯობს ვიდრე ვიმეორებ ესე იგი ანტიეროვნული და ძლიერი ჭირდება თავისუფალი ადამიანი და თავისუფალი საზოგადოება. მშვიდობას მაშინ აქვს ფასი, როდესაც ის თავისუფლებას ექნება. თორე დიქტატორულ ქვეყნებშია მშვიდობა. და მე რა ეს არის დადგმულია განვითარება, ადამიანია დადგმული, მეცნიერებაა დადგმული, ესე იგი ბორკილი აქვს ყველაფერს დადებული. რა გვინდა ჩვენ ბორკილი დადებული მშვიდობა. ჩვენ გვინდა თავისუფალი ადამიანი, თავისუფალი საზოგადოება, მაგრამ ადამიანი, რომელმაც იცის ძალიან კარგად ეს დიდმა ამერიკელმა მოაზროვნებამ წერალმა ფოქნერმა, რომ ადამიანი თავისუფალია მისი პასუხისმგებლობის ფარგლებში. მოაზროვნე ადამიანს, თავისუფალ ადამიანს პასუხისმგებლობა გააჩნია. დღეს ქვეყანა, ესე იგი არსებობისათვის იბრძვის ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა. ჩვენ ვლაპარაკობთ ბრძოლა არსებობისათვის უნდა დასრულდეს და უნდა იყოს პირობები შექმნილი, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა საკუთარ თავს გაუკეთოს რეალიზაცია. ესაა საქართველო. ჩვენ ინტელექტის ქვეყანა ვართ. ინტელექტუალურ ქვეყანაში ესაა სწორედ მომავლის საქართველო და არა პოლიტიკური და პარტიული ინტრიგები ქვეყანა. საქართველოს ყველაზე დიდი მტერი დღეს არის დაპირისპირება. დაპირისპირებიდან გასვლა შეუძლია ძლიერებს. სუსტები ებრძვიან ერთმანეთს, ძლიერები თანამშრომლობენ. საქართველოს ძლიერები ჭირდება ხელისუფლებაში. ძლიერები თანამშრომლობენ. არაფერია ვერ წავა წინ მეცნიერების და ვერაფერი ვერ წავა წინ სწორედ დიალოგის გარეშე. ჩვენ ვთავაზობთ ღია დიალოგს. ეს იქნება პირდაპირ ამ პროგრამაში რჩევა. ჩვენ ვაცხადებთ, რომ კვირაში ერთხელ რომელიმე ქალაქში, რაიონში, სოფელში ღია შეხვედრა. ვისაც უნდა ვამბობ, მიდივართ მარტყოფში, ვიკრიბებით ამ ადგილზე. მოდით ვისაც კიდე შეიკრიბება ხალხი და დასვან კითხვები. პირდაპირ ღიად. აი ასე იქნება ყველაფერი ჩამოყალიბებული. ჩვენ დღეს რეალურად ვთვლით, რომ უნდა დავიცვათ საქართველოს გარედან ხალხის შემოსევებისაგან, ჩინეთიზაციისაგან უნდა დავიცვათ ჩვენ საქართველოს და ჩინური ბანკების შემოტევისაგან. ყველაფერი ახლა ძალიან ბევრი იტყვის, რომ კი კარგია 3%-იანი, 2%-იანი სესხები და ამ შემდგომ. ეს დაგვაკაბალებენ ჩვენ. ჩვენ თვითონ უნდა მივხედოთ. ეს აწყობს ხელისუფლებას, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს და ჩვენ მათხოვრებად გვაქციოს. ჩვენ არ გჭირდება დამათხოვრებული საქართველო. ჩვენ გჭირდება ძლიერი საქართველო. ძლიერი საქართველო ვერ იქნება ვინმეს წინ ფეხშ გათქმული. ძლიერი საქართველო იქნება მაშინ, როდესაც ქვეყანაში მოხდება ინტელექტუალური რევოლუცია. როდესაც ქვეყანაში იქნება ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის შიგნით თავისუფალია შურისძიებისგან, ძალმომრეობისგან და ქვეყნის გარეთ ვალდებულებები არ გააჩნია. ხელისუფლებას მინდა მოგმართოთ. ასეთი მენტორული ტონით ნუ ველაპარაკებით ჩვენ ხალხს. თქვენ არ ახართ უფროსები. ხელისუფლება, რომელიც თვლის, რომ ის უფროსია, ის ამ ქვეყნის ხელისუფლება არ არის. ის ამ ქვეყნის მტერია. ამ ქვეყნის უფროსი არის ხალხი. ამ ქვეყნის ბატონ პატრონი არის ხალხი. ხელისუფლება არის მსახური. არც დაუშვებთ არავინ და ჩვენ პირველ რიგში ხელისუფლებამ რომ დაუშვას, ჩვენ არ დაუშვებთ ამას. არ შეიძლება რომელიმე უცხოელი დიპლომატიური კორპუსი საქართველოში იქცეს მხარედ. დღეს რეალურად არის ასეთი მდგომარეობა, რომ საქართველოში ყველა მხარედ იქცა. ღვთის წყალობით არსებობს ერთადერთი მეცნიერთა კონგრესი, რომელიც მხარედ არ იქცა. არც ნეიტრალური არ არის. ის არის ხალხთან და ხალხს ეუბნება. მეცნიერებაა მთავარი, მეცნიერება და ხალხი უნდა შევერთდეთ და ქვეყანა უნდა წავიდეს სწორედ ინტელექტუალური რევოლუციის გზით. ბატონებო, ვისაც შეგიძლიათ, უთხარით, დაელაპარაკეთ, აჩვენეთ ეს გადაცემები, როგორმე ვიმოქმედოთ,
20 ვიქნებით, 30 ვიქნებით, 100 ვიქნებით, 200 ვიქნებით, არ ჭირდება მას 100 ძლიერი კაციც კი შეცვლის სიტუაციას, იმიტომ რომ საქართველოს მოსახლეობის 99%-ში იგივე განწყობაა.